Elusive Samurai დაუფასებელი ანიმე, რომლის ანიმაცია მას ჯერ გამაკვირვა და მერე იმედები გამიცრუდა. მერე ისევ გამაკვირვა და ბოლოს ისევ არასრულ ანიმაცია იყო.იანობაში ყველა სერია რო შევადაროთ, ანიმაცია საუკეთესო სერიები ჩათვლით და ყველაზე უარესი სერიები ჩათვლით არის რაღაც 7. მაგრამ 12 სერიიდან 4 სერია იყო, რომელსაც 8-დან 10-მდე ანიმაცია ჰქონდა არაჩვეულებრივი, პირველ 2 სერიას განსაკუთრებით, 9-ს და 10-ს დაუწერდი მაგურ სერიას, მაგრამ მერე მოყვება მესამე და მეოთხე სერია თუ მეოთხე და მეხუთე სერია, რომელსაც საშინელი ანიმაცია ჰქონდა, 3D ანიმაცია, რომელიც შესამჩნევი იყო განსაკუთრებით. და აქვე თუ რომელიმე ტერმინზე გაგიჩნდებათ კითხვა, რას ნიშნავს, შეგიძლიათ ამ ვიდეოს ვუყუროთ. პირველი სერიიდან ხვდობოდი, რომ CGI-ს გამოიყენებდნენ, იმიტომ რომ პირველ სერიაში ბოლო რამდენიმე წუთის განმავლობაში, გარკვეულ სცენებში იყო ჩასმული CGI და ეს CGI იყო სცენაში, სადაც ცხენებით გადაადგილდებოდა, ანუ ცხენებზე ისხდნენ და მაგას მოვილოდი, რომ ცხენებისთვის ყველა სცენაში, სადაც ცხენი ჯირითი იქნებოდა, ან იქნებოდა სცენები, სადაც ბევრი ხალხია, ანუ ჯარისკაცები არიან ძალიან ბევრი, იქ და გამომდინარე, რომ ყველა პერსონაჟის აბჯრის და ახალ და რაღაცა რთული იქნებოდა, მოსალოდნელი იყო, რომ CGI-ს გამოიყენებდნენ და ახლა სტუდიას არ ყავდა გამოცდილი CGI არტისტები, CGI ანიმატორები. თუმცა კი ანიმაციის სტილიდან გამომდინარე, უშუალოდ ძირითადი სტილიდან გამომდინარე, არ იყო მეტნაკლებად შესამჩნევი CGI. თვითონ ანიმე სტილს ვიზუალურად ერგებოდა, მაგრამ ამ ორ სერიას თავს თუ დავანებებ და იმ კონკრეტულ სცენებს, როცა CGI იყო გამოყენებული, მთლიანობაში ანიმაციის გარდა ამ შოუს არაჩვეულებრივი შეიძლება თქვა საუკეთესო არტ რეჟისურა, არტ დირექშენ და ასევე საუკეთესო რეჟისურა სტორიბორდინგის მხრივ, საუკეთესო სტორიბორდინგი ჰქონდა, რაც კი მინახავს კონკრეტულად მეექვსე სერიას. კონკრეტულად მეექვსე სერიას. მიუხედავად იმისა, რომ ამ სერიას ანიმაცია ვერ მიყვებოდა იმ დონეზე, რა დონეზეც სტორიბორდინგი იყო გაკეთებული და ეს სერია რო ყოფილიყო პრიორიტეტი, უფრო დიდი პრიორიტეტი ვიდრე პირველი და მეორე სერია, პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით საუკეთესო სერია იქნებოდა, რაც კოდეს მინახავს. ანუ რეჟისურის მხრივ და სტორიბორდინგის მხრივ და დაედიტება სცენების, ანუ როგორ კრეატიულად იყო გაკეთებული ერთი კადრიდან მეორე კადრზე გადასვლა, ან როგორ იყო სხვადასხვა სცენებში კომპოზიციები განაწილებული. და ასევე სტილის მხრივაც ვაბოდებ, რამდენად კრეატიული იყო ეს შოუ და როგორ ცვლიდნენ სხვადასხვა სცენებში სტილს. იქნება ეს ექშენ სცენისთვის თუ რაიმე რანდომული სცენისთვის. ან არტ დირექშენ, არტ რეჟისურა ყველა სერიაში არის არაჩვეულებრივი. უშუალოდ სტილი, რა ფერებიცაა შერჩეული, ძირითადად ფერების პალეტად ანიმესთვის, უფრო ნათელი ფერები, რომელიც ფანქრით დახატულ, ან გუაშით დახატულ ნახატს ჰგავს და არა დიჯიტალურად შესრულებულ ნახატს. მაგრამ ზოგიერთ სცენაში კიდევ უფრო ამ ფანქრით ნახატი, ან პასტელით ნახატი ვიზუალისკენ იხრებოდნენ გარკვეულ სცენებში და ვიზუალს ქმნიდნენ არაჩვეულებრივს. და რაც ვნახე არტს და ვიზუალს ფონებს, რაც შეეხებოდა, მითითებული იყო ორი ადამიანი, ტარაკიდო და ტოკიო. და ამ ადამიანების ნამუშევარს თუ გადავხედე, ტარაკიდოს ნამუშევარი აქვს ვანდერეკ პრაიორიტიზე. კონცეპტ არტისტი იყო, ვანდერეკ პრაიორიტისთვის და უშუალოდ არტ დირექშენს, არტ რეჟისურას რაც შეეხება, აიომი კოჯიმა იყო არტ რეჟისორი, რომელზეც გადავამოწმე და ვნახე, რომ ნამუშევარი აქვს ისეთ შოუებს, როგორიცაა სუზუმე, ასევე Spy Family და ფილმი Spy Family-ს My Dress Up Darling-ი. ასევე რამოდენიმე შოუზე, მათ შორის Fate Heavensville-ის პირველ ფილმზე იყო ბექგრაუნდ არტისტი, ფონების ხატვა ევალებოდა. და ასევე ვიპოვე Instagram-ზე ამ ადამიანის ნახატები Castlevania-ისთვის თორცდები მისი არტ წიგნიდან, არტ ბუქიდან. და ასევე არ შემიძლია არ ვისაუბრო ფონებზე, ფონებიც ასევე ამ სტილის ხელით ნახატი, ფანქრებით ნახატი, ან ნახშირით ნახატი, პასტელით ნახატი. ანუ რეალურად ხშირ შემთხვევაში ფონების იმ დონის ილუსტრაციები და ნახატები დახატული, რომ მუზეუმშიც კი გამოიფინებოდა. და ანუ ულამაზესი პეიზაჟები გვქონდათ შექმნილი ფონებისთვის დახატული. ერთი რაც იყო არაჩვეულებრივი, ძალიან ბევრ სცენაში, იმ სცენაშიც კი როცა პერსონაჟები არ მოძრაობდნენ და სტილ ფრეიმი იყო, ამ სტილ ფრეიმებისთვის, ანუ პერსონაჟებს ხატავდნენ სტილიზებულად, გაზრდებული სახებით, მაგრამ არაჩვეულებრივად დახატული და არაჩვეულებრივად დასტილიზებული. მიუხედავად იმისა, რომ ამ ყველა სცენაში რეალურად ანიმაციაში არ იყო დახატული, მაგრამ ერთ თუ ორ კონკრეტულ სცენაში ეს სტილი ანიმაციაში გასაცვლელი ჰქონდათ. უფრო მეტად უსწორმასწორო უხეში სტილი, რომელიც კალმით ნახატს ან ყალებში კარგი გაგებით ნაჯღაფს გავს, კარგი გაგებით.
და ამ სტილის ცვლილებასთან დაკავშირებით ერთადერთი რა კრიტიკაც მექნებოდა, როცა ერთ სცენაში მიყოლებით რამოდენიმეჯერ იცვლებოდა სტილი, შედარებით მარტივი, შედარებით უფრო დეტალიზირებული პერსონაჟის დიზაინები, მერე განსხვავებული სტილი, ძალიან არეულ შეხედულებას აძლევდა. იგივე ვარიანტი იყო CGI-ზეც, ანუ და ეფექტების ანიმაცია განსაკუთრებით, როცა ცეცხლი იყო დახატული მეორე სერიაში და პირველ სერიაში ულამაზი შედევრი, არაჩვეულებრივი. ამ სერიებს, რომელიც მაღალი ქულით აქვს შეფასებული, ექშენ სცენაში უფრო მეტად ანიმაცია გადახრილია პერსონაჟის ანიმაციისკენ, რომ იყოს რეალისტური პერსონაჟის მოძრაობა და ანიმაცია და არა უფრო მეტად ექშენ სცენებისთვის შესაფერისი სტილი ანიმაციის. ექშენ სცენებისთვის უფრო მეტად იყენებენ ხოლმე, როგორ თქვა, სნაფი, ქართულად როგორ თქვა, უფრო მეტად უხეშ მოძრაობას. იყენებენ ხოლმე კანადა სტილის ანიმაციას უფრო მეტად. მარტივად რო ვთქვათ, იმის მაგალითად რომ გააკეთოს, ეგ დარტყმისთვის მოძრაობა, ერთი კადრი, ორი კადრი, სამი კადრი, ოთხი კადრი და დარტყმის ანიმაცია იყოს მსგავს სტილში, მოძრაობაში, აკეთებენ ხოლმე ერთი კადრი, ორი კადრი და სამი. შეიძლება თქვას კადრებს გამოტოვენ, რომ უხეში მოძრაობის ეფექტი ქონდეს და პერსონაჟის ანიმაციის დროს, როცა პერსონაჟის ანიმაციას აკეთებენ character animation-ს, პირიქით, ერთებზე, 24 FPS-ზე, 24 კადრი წამში აკეთებენ ხოლმე უფრო მეტად, რომ მაქსიმალურად რეალისტური და დაზი მოძრაობა იყოს. იქიდან გამომდინარე, რომ პერსონაჟის ანიმაციის დროს უბრალოდ პერსონაჟის მოძრაობა უნდა გააკეთო და ექშენ სცენაში ბევრი რაღაცა ხდება, ქორეოგრაფია უნდა მიყვე ბრძოლისას და ასევე რამოდენიმე პერსონაჟი იქნება, ერთი არა. ამ შემთხვევაში უფრო მარტივია მსგავსი კანადა სტილის ან სნაფი უხეში მოძრაობით გაკეთება ექშენ სცენების, ვიდრე უფრო მაღალი frame rate-ით. მაგრამ ამ შემთხვევაში, მაგალითად პირველ სერიაში, ძალიან მაღალი frame rate-ით არის გაკეთებული ეს ბრძოლის სცენები და character animation სტილისკენ იხება და არა ექშენ ანიმაციის. ამ ყველაფერთან ერთად პერსონაჟის დიზაინიდან გამომდინარე, ასევე უწევთ ამ ყველაფრის ფონზე ექშენ სცენებში fabric animation, ქსოვილის ანიმაციის გაკეთება და დახატვა. და ამ ყველაფრის გაკეთება კომპლექსური რაკურსებით, კამერის მოძრაობით, ერთ ორ კონკრეტულ სცენაში დამატებული ფონების ანიმაცია, 2D ფონები, რომელიც უმეტესობა ანიმატორს რო გითხოთ, ყველაზე რთული გასაკეთებელია. ამ ყველაფრის გაერთიანება და ერთად გამოყენება უწევთ. მთლიანობაში რო შევავსოთ, ცუდი სერიებიც, კარგი სერიებიც, ვიტყოდეთ რაღაც 7-6 ამეთქი. მაგრამ თუ ავიღებთ კონკრეტულად იმ 4 კარგად ანიმაცირებულ სერიას 5-ს, უმეტეს შემთხვევაში რეჟისურის და დირექშენის და ყველაფრის გადაღწევით, მარტო ანიმაციას თორე ჩართულით 10-დან 10 კი არა 10-დან 11-ია. სერიებსაც რო 7-8 მაინც გქონდათ ანიმაცია, ჩემი შეფასებით დავისაუბროთ, სრული სერიოზობით საუკეთესო ანიმაცირებული ანიმე კი არა, საუკეთესო ანიმაცირებული შოუ იქნებოდა, ერთ-ერთი საუკეთესო ანიმაცირებული ყველა სერია იმ დონეზე რო ყოფილიყო, რა დონეზეც ის 3-4 სერია იყო.